მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ორშაბათი დღეა და ვნახოთ ჩვენი კვირის არკანის ტენდენციები, ვნახოთ რომელი არკანის ენერგიებს გაივლით, რა გელოდებათ საინტერესო ამ ერთი კვირის მანძილზე, შევაფასოთ მნიშვნელოვანი მომენტები და მოვლენები და მას შესადამე დავიწყეთ. ვარიანტი პირველი, თქვენი კვირის სამყარო ენერგია და ვარიანტი 2. თქვენი კვირის სამყარო ენერგია. მას შესადამე პირველი ვარიანტი იქნება ესეთი ძოწის მორიელი, მეორე ვარიანტი იქნება ამაზონიტის მორიელი, ესეთი ორი მორიელი გვეყოლება დღეს სტუმრად. მას შესადამე კარგად დავაკვირდეთ ორივე ვარიანტს. კარგად შევხედოთ, კარგად შევაფასოთ. მეგობრებო, ვისაც დახურული ჯგუფის გაწევრიანების სურვილი გაქვთ გამოგზავნილი, ყველა კითხვას უნდა გასცეთ პასუხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრჯერ მithkoms პროფილი უნდა იყოს იდენტიფიცირებადი, ადამიანის ნამდვილი პროფილი უნდა მესაუბრებოდეს და ესაუბრებოდეს ტექნიკურ მხარეს, როდესაც გასაუბრება შედგება, უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ სურვილები, ვისაც სურს გაწევრიანება, გარკვეული პერიოდი სჭირდება მოცდა. მოცდა სჭირდება იმიტომ, რომ თითოეულ სურვილთან ხდება გასაუბრება ინდივიდუალურად. ეს ერთი. და მეორე, მიაქციეთ თქვენს inbox, ანუ პირად შეტყობინებებს ყურადღება იმ ადამიანებმა, ვინც გამოაგზავნეთ გაწევრიანების სურვილი, იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ დაფიქსირდა ესეთი უკმაყოფილება, რომ ჩვენ გამოვაგზავნეთ, გავეცით კითხვებზე პასუხი, ჩვენი პროფილი ნამდვილია, მაგრამ არავინ არ გაგვცო პასუხი. შეამოწმეთ პირადი შეტყობინებები. სპამ და არქივ მესიჯები იქ იქნება შენახული და გამოგზავნილი ადმინისტრატორის გასაუბრების წერილი. დახურულ ჯგუფს ქვია მზის კარი. ვინც არ იცით, ასე რომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მას შესადამე იმედია ყველამ აირჩია თავის ვარიანტი. მე ვიწყებ ვარიანტი პირველით. ძოწის მორიელი, ვნახოთ თქვენი კვირის მთავარი წამყვანი ენერგია, ეს არის შვიდიანების ხმლები. პირველი ვარიანტი, გირჩევდით, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში შესახება ეს. ვიღაცა შეეცდება თქვენი სიმშვიდის დარღვევას, ნამდვილად პირველი ვარიანტი. ვიღაც შეეცდება თქვენი სიმშვიდის დარღვევას, ვიღაც შეეცდება თქვენგან ენერგიის წაღებას. ვიღაცას არ მოსწონს ის, რომ თქვათ ბალანსში ხართ, ვიღაცას არ მოსწონს, რომ მუშაობთ საკუთარ თავზე, ყოველ შემთხვევაში ცდილობთ იმუშაოთ საკუთარ თავზე, იპოვოთ წონასწორობა და აქ მაჩვენებს, რომ შვიდიანების ხმლები, როგორც იდენტიფიცირება თქვენი კვირის არკანის ენერგიის ესეთი მთავარი მომენტი, რაც არის, ეს არის ქურდობა. ქურდობა, როგორც ენერგოინფორმაციული, ფინანსურიც, რა თქმა უნდა, მათ შორის ის, რომ შესაძლოა ვიღაცის ტყუილმა და ძალიან ცუდმა საქციელმა, რომელზედაც ფარდას ახდით, ძალიან გადკინოთ გული და თქვენთვის ეს შოკის მომგვრალი გახდეს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველაზე ძლიერი არის ის ადამიანი, ვინც გაფრთხილებული, ამიტომ რომ შეიარაღებული. ამიტომ გეუბნებით, რომ მაქსიმალურად ყურადღება მიაქციეთ თქვენს ნივთებს, თქვენს საფულებს, თქვენს ოქროულობას, თქვენთვის ძვირფას ყველაფერს, ხო, რისი გატანა, მოპარვა შესაძლოა დალომბარდება ან რაიმე მსგავსი არის შესაძლებელი, იმიტომ რომ პირად სივრცეში ყავთ ქურდი როგორც მინიმუმ. ეს ერთი. მეორე, აქ არის ასევე ის მომენტი, რომ შეიძლება არ იყოს ფინანსური, მატერიალური ქურდობა, მაგრამ მოვიდეს ადამიანი, რაღაც მოგატყუოთ, წაიღოს თქვენგან კონკრეტული რესურსი, ენერგია და ამის ფონზე თავი ეგრსნათ ძალიან ცუდად, ხო? მაგრამ არც ის არ გამორიცხოთ, რომ გაიგებთ ამბავს, რომ ადამიანი შესაძლებელი რაღაცა ძალიან დიდი გრანდიოზული ტყუილით მიყვება თქვენთან ურთიერთობაში. ასე რომ შვიდიანების ხმლები ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, როგორც ვიტყვი, ყველგან თვალები და ყურები უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ რაღაცა თქვენთვის ესეთი მნიშვნელოვანი არ გაგეპარათ. კიდევ რა გელოდებათ ერთი კვირის მანძილზე, მოდით ვნახოთ.
ველოდება პირველ ვარიანტს ერთი კვირის მანძილზე. არინარულად შემოძვირფასება, ნახეთ ერთ რამეს გეტყვით. კვირის დასაწყისი საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ მე მომწონს აქ ის, რომ ის სიტუაცია, ის რასაც თქვენ განიცდით, ნერვიულობთ ხომ, ეს განცდები, რაც პირველი ერთი კვირის განმავლობაში თქვენ ასე ძალიან გაწუხებთ ხომ, მაჩვენებს, რომ მოვა სტაბილურობაში. თითქოს თქვენს ირგვლივ გაჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან ამ სიტუაციის უკეთესად გადაწყვეტაში. ეს შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ რამეს. ხომ, ნახეთ, მაგრამ აი ამ სირთულის დროს, როდესაც აი განსაკუთრებით განცდებში ხართ, ნერვიულობაში ხართ, ხომ, აი ჩნდება იმედი. და ეს იმედი არის ძალიან კარგი მომასწავებელი, გულისხმობ არ განვარსკვლავს, იმიტომ რომ მაშინ, როდესაც აი ყველაზე რთულად იგრძნობთ თავს, სუდად უიმედოთ, მოვლენ თქვენს გვერდით ადამიანები, ან ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ ამ სიტუაციის გადაჭრაში და მაჩვენებს, რომ ეს ერთგვარი დღესასწაულის შეგრძნება იქნება, რომ ეს ასე მოხდა, რომ ეს ასე განვითარდა, რომ ეს ასე დასრულდა, ხო, ეს სიტუაცია. თქვენთვის ეს ძალიან დიდი გამოცდილება იქნება, ხო, მშვიდიანობის ხმლებით თუ ვიმშელებთ და პენტაკლების ტუზი მაჩვენებს, რომ ასეთი, როდესაც უკვე ადამიანები რაღაც ახალ შანსს, ახალ წინადადებას, ან თქვენს ცხოვრებაში რაღაცა ახალი დაიწყებს შემოსვლას, აღარ იქნებით ესეთი მიმდობი, ეს ერთი, იქნებით ძალიან ყურადღებით, იქნებით მაქსიმალურად კონცენტრირებული იმაზე, რომ კიდევ რა ვთქვათ, რაიმე არ გაგეპაროთ. მოკლედ, ეს ყველაფერი, რაც ახლა თქვენს თავს ხდება, ერთგვარი კარმული გაკვეთილია, როგორც ამას უწოდებთ ხოლმე, ხო? ნებისმიერი ნეგატიური მომენტი, ეს არის ერთგვარი გაკვეთილი, რომლიდანაც ჩვენ უნდა მივიღოთ კონკრეტული გამოცდილება. და მაჩვენებს, რომ რაღაცა ესე ძალიან სწრაფად და ძალიან ინტენსიურად შეიცვლება გამარჯვებით თქვენი კვირის ეს ერთგვარი ნეგატიური დასაწყისი, ასე რომ არინერვიულად შემოძვირფასო პირველო ვარიანტო დაგემშვიდობებით. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, წარმატებას, ბედნიერებას, არაუშავს. რკინა როგორ იწვრთობა თქვენს კარგად იცით. დაგემშვიდობებით და გადავედით ახლა ვარიანტი 2-ზე. ვარიანტი 2, თქვენი კვირის წამყვანი ენერგია, ვინც ერჩიავენ ამაზონიტის მორიელი, ნახოთ თქვენი კვირის წამყვანი ენერგია რა იქნება. ორიანების კვერთხები იქნება თქვენი კვირის წამყვანი ენერგია, ხო? მე მგონი დრო არა უკვე თვალი გადაავლოთ. მოდი ნახოთ ეს რას ეხება. მგონი ვფიქრობ, რომ უკვე დრო მოვიდა, რომ გადაავლოთ თვალი საკუთარ ფინანსურ ენერგიას. რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტად გრამატული იყოთ ამ ყველაფერში და უფრო მეტად დაალაგოთ ახლა თქვენი პრიორიტეტები, რა არის საჭირო თქვენს რეალობაში, რა არ არის საჭირო, სად არის საჭირო, რომ მომართოთ თქვენი ფინანსები, თქვენი ენერგია. თუ პარაზიტები არიან ირგვლივ ფინანსებზე, მივასხათ დიხლაფოსი. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ კი შეიძლება ადამიანი ვერ გრძნობდეს საიდან გაედინება მისი ფინანსური ენერგია, მაგრამ როდესაც აი დაჯდებით და დეტალურად დაიწყებთ ანგარიშს, ხო, აი შეიძლება ამას ძალიან ესეთი ფინანსური დისციპლინა ეხმარება, ამას ძალიან კარგად, ხო, თქვათ, აღრიცხვა ყოველდღიურად თუ რა კვირის ბოლოს, ხო, აი ეს ძალიან დაგეხმარებათ, რომ გამოცხრილოთ ის არასაჭირო ენერგია, იმიტომ ყოველდღიურად ადამიანები გარკვეულ დინამიკაში ვართ, ყოველდღიურობაში ვართ, რაღაცებს არ ვაქცევთ ყურადღებას, მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით და ფოკუსი შემოტრიალდება ამ ყველაფრისკენ, თქვენ შეიძლება ძალიან მალე აღმოაჩინოთ, რომ არის თუნდაც მინიმალური ხარვეზები, მაგრამ არის, ხო, რატომ უნდა იყოს, როცა ფინანსური ენერგია უნდა მუშაობდეს გამართულად და სწორად, ხო, მაგრამ მე გეტყვით, რომ ამ ერთი კვირის დასაწყისში საჭირო იქნება ამ ყველაფრის ანალიზი და სად, რატომ, რისთვის, რამდენს უშვებთ და რა არის ახლა თქვენთვის პრიორიტეტული უფრო მეტად აი
ენერგიის ჩადების ნაწილში და ეს ენერგია ეხება ფინანსურ ენერგიას, თქვენს საქმეს, თქვენს გაწეულ შრომას, რის შედეგადაც თქვენ იღებთ ფინანსურ გასამრჩევლოს, სად და როგორ ნაწილდება ის. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სწორი ანალიზი. შესადამე. ნახოთ, რა გელოდებათ კიდევ ერთი კვირის მანძილზე. ამ ერთი კვირის მანძილზე ღვთისმშობლის შესაძლებელი არის გზავრობა, გამგზავრება, ადგილმდებარეობის შეცვლა ჩემო ძვირფასებამ. ვერ ვიტყვი, რომ კვირის დასაწყისი იქნებით ემოციურად ძალიან აღფრთოვანებული და გაბწყინებული, ხო, იმიტომ რომ უფრო მეტად იქცნობა ერთგვარი ემოციური სიცარიელე და ეს ემოციური სიცარიელე მოდის იქიდან, რომ თითქოს არ არის მხარდაჭერა სათანადო საყვარელი ადამიანებისგან ან კონკრეტული ადამიანისგან, უფრო მეტ სისურვებდით, ხო? თითქოს დაცარიელებული ხართ ემოციურად და თითქოს რაღაცა არ არის სიხარულის განწყობა, ხო? მაგრამ მე აქ მომწონს ის, რომ იქნება გამგზავრება, იქნება ადგილმდებარეობის შესვლა, რაც თქვენ მოგიტანთ სულიერი დასვენების და სულიერი რეგენერაციის ან ადგილმდებარეობის შესვლა, ან უბრალოდ შეიძლება იყოს შვებულება, ან ერთი დღით წასვლა, წამოსვლა, უბრალოდ ან საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება, რაც მაჩვენებს, რომ თქვენთვის ერთგვარი ემოციური რესტარტი იქნება, ხო? ემოციური რესტარტი, მაინც თითქოს გზა ჩანს. უმეტესწილად. და ეს ძალიან დაგეხმარებათ იმისთვის, რომ განაახლოთ თქვენი ენერგია, განაახლოთ თქვენი რესურსი, ხო? ცოტა სასახელო. არაფერი, რაღაცა ესეთი ეპიზოდური თითქოს რაღაცა, ნახეთ როგორი რაღაც არის, თითქოს აი რა არის მე ვიცით მეორე ვარიანტი, რაღაცა თითქოს გულის ტკივილი სულ თან დაგვყვებათ, რაღაცა აი თითქოს ყველაფერი კარგად არის, თითქოს ყველაფერი ოკეია, მაგრამ მაინც რაღაცა სიცარიელის შეგრძნება მოდის. ხვდებით ხომ? და ეს უფრო მეტად ეხება ემოციურ ნაწილს. თითქოს ვეღარ პოულობთ ერთგვარ ემოციურ საკვებს გარესამყაროდან, საიდანაც იგრძნობთ კარგად თავს. ეხლა ეს არ ეხება ეს კვირის ენერგია, ამიტომ უფრო პირადი ხასიათის საჯარო გაშლებს აელოდეთ, მაგალითად, რატომ არ ვგრძნობ თავს კარგად, ან რა არის ჩემი ემოციური სიცარიელის მიზეზი, ხო? იმიტომ რომ აქ ეს უბრალოდ იგრძნობას რას ეხება. ხო, აი პარტნიორული ურთიერთობების ნაწილშიც თითქოს ან ადამიანებთან ურთიერთობებში თითქოს დაიღალეთ სულ მუდმივად რაღაცის დაბალანსებით. მაინც იგრძნობა, აი ძალიან კარდიოგრამული არის თქვენი განწყობები, ხო? თითქოს გამუხვალთ მდგომარეობიდან ყველაფერი კარგად არის. მე ეს შევძელი, მე ეს გავაკეთე, მაგრამ მიზეზი მაინც მგონია, რომ არის ადამიანი, რომელიც თქვენს გვერდით არის. ან ოჯახის წევრი, ეს არის ძალიან ახლობელი ადამიანი, რომელიც მუდმივად ან გიფუჭებთ განწყობას, ან რაღაცნაირად არ გარგებთ ამ რაღაცა კარგად ყოფნის მდგომარეობას და მაშინ, როდესაც თავს ყველაზე კარგად გრძნობთ, თითქოს რაღაცა ისეთ რაღაცას იტყვის, ან ისეთ რაღაცას წამოროშავს, ან ისეთ რაღაცას გააკეთებს, რაც ხასიათს გიფუჭებთ რა. ეს არის და ეს მიხვდეთ ხომ და თითქოს დაღლილი იქნებით აი ამის დაბალანსებით. მხოლოდ ის არის, რაც შემიძლია გითხრათ. ამ ერთი კვირის მანძილზე ყველაზე ესეთი კარგი ტენდენცია იქნება ადგილმდებარეობის შეცვლა, გამგზავრება, დასვენება, სულიერი სიმშვიდე, ძალების აღდგენა, მაგრამ აი ყველაზე ესეთი უარყოფითი თითქოს ის მომენტი არის, რომ ადამიანი გვერდით არ გავსებთ ემოციურად. არაფერი ისეთი განსაკუთრებული ჩემო ძვირფასებო, უბრალოდ მე აქ ვუყურებ თითქოს ძლიერ ადამიანებს, რომლებმაც ყველას და ყველაფრის როლი მოირგეს, მაგრამ დავიწყდეთ ქალის როლის მორგება, რომელსაც ემოციური სითბო გულისხმობ ქალი, ანუ სუსტი ქალის რაღაც მომენტებში. რო გვინდა ხოლმე, რომ წავისუსტოთ ხოლმე და წავიქციოთ ხოლმე და ხო რომ ვიღაცამ იქ დაგვიჭიროს, თავზე მოგვეცაცუნოს, რაღაც ერთი-ორი ტკბილი სიტყვა გვითხრას ხო, მაგრამ იცით რა არის, გჭირდებათ კი ეს, აი ეს უნდა კითხოთ საკუთარ თავს. რამდენად თქვენია ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია რომ გჭირდებათ იმ
იმიტომ რომ მაინც ესე იგი არ გრძნობთ ენერგეტიკულად მაინც და მაინც კარგად თავს, იმიტომ რომ არ ხართ კმაყოფილი. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, აი ესეთი ამბებია, კვირის არკანის ენერგიები მე თქვენ გაგაცანით. მე თქვენ გისურვებთ წარმატებას, სიკეთეს, სიყვარულს, არ დაგავიწყდეთ ასევე YouTube არხი, YouTube არხს მზის ადამიანი აღარ ქვია, ქვია ნინო ლეჟავა, ჩემი სახელი გვარი, შეგიძლიათ ასე მოიძიოთ, გამოიწეროთ, იმიტომ რომ იქაც საინტერესო საჯარო გაშლებს წააწყდებით ხოლმე. შევხვდეთ რამდენ ახონდის.